ლოცვები ფერის ცვალებისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ფერის ცვალების წინა დღესასწაული, ტროპარი. ქრისტეს ფერის ცვალებასა მივეგებნეთ, სურვილით ბრწყინვალეთ მე დღესასწაულენი, მორწმუნენო და ვხმობდეთ, მოიწია დღე, საღვთოსა სიხარულისა, რამე თუ აღვალს მთად, თაბორად, მეუფე გაბრწყინვებად, ელვარებითა, საღვთოსა მშვენიერებისათა. კონდაკი, დღეს საღვთოთა ფერის ცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღვთოდ გაბრწყინდების და სიხარულით ღაღადებს, იცვალებს ფერსა ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა. ფერის ცვალების დღის ტროპარი და კონდაკი. თასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება, შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. თასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა, დიდება შენი უჩვენე, რაითა რაჟამ სიხილონ ჯვარცმა შენი, გულის ხმაყონ, ვითარმე დვნებაი იგი, ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმე შენ ხარ ჭეშმარიტად, ბრწყინვალებაი მამისა. სადიდებელი ლოცვა უფლის ფერის ცვალებისა. გადიდებთ შენ ცხოვრების მომნიჭებელო ქრისტე და თაყვანისგცემთ ყოვლა წმიდათა ხორცთა შენთა და ყოვლა დიდებულსა ფერის ცვალებასა. ამინ. სავედრებელი ლოცვა ფერის ცვალებისათვის უფლისა მიმართ. უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მიუცთომელსა ნათელსა შინამყოფო, ბრწყინვალებაო, დიდებისა მამისაო და ხატომისისა ჰიპოსტასისაო, ოდეს მოახლოვდა აღსრულება ჟამთაი, შენ გამოუთქმელითა მოწყალებითა შენითა, დაცემულისა ნათესავისა მიმართ, კაცთასა თავითვისი დაიმცრე, ხატი მონისაი მიიღე, თავი დაიმდაბლე და მორჩილიქმენ თვით სიკვდილამდე, გარნა უწინარეს ჯვარისა და ნებსითი ვნებისა შენისა, იცვალე სხვათფერად თაბორისა მთასაზე და გამოჩდი ღვთაებრივითა დიდებითა შენითა, წინაშე მოწაფეთა და მოციქულთა შენთა, მცირედ დაჰფარე მათგან აღთქმა ხორცთაი, რაითა ოდეს გიხილონ ჯვარცმული და სიკვდილად მიცემული, გულის ხმაყონ ნებსითი ვნებაი შენი და ღვთაებაი, აწმოგუმადლე ჩვენცა, რომელი ესე ყოვლა წმიდათა ხორცთა შენთა, ფერის ცვალებასავ დღესასწაულობთ, წმიდითა გულითა და შეუმწიკულებულითა გონებითა, აღმოვიდოდეთ წმიდასა მთასა შენსაზე და საყოფელთა წმიდათა დიდებისა შენისათა, სადა იგი ხმაი მე დღესასწაულეთაი წმიდა არს, ხმაი გამოუთქმელისა სიხარულისა, რაითა მუნ ერთობით მათთანა პირისპირ ჭვრეტდეთ დიდებასა შენსა დაუხამებელსა, დღეთა შინასუფებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გიყუნეს შენ. ვადიდებდეთ ყოვლა წმიდასა სახელსა შენსა, თანა დაუსაბამოით მამი ჩენი თურთ და ყოვლა წმიდით და სახიერით და ცხოველს ყოფილით სულით ჩენი თურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ფერის ცვალება იესო ქრისტესი. სახარება მათესი თავი 17 და შემდგომად 6-ისა დღისა წარიყვანა იესუმ პეტრე და იაკობ და იოვანე ძმა იმისი და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისგან და იცვალა მათ წინაშე სხვათფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი და აჰა ეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანას რახვიდეს. მიუგო პეტრე და რქვა იესოს, უფალო, კეთილარ ჩვენ და აქა ყოფაი და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამტალა ვარ, ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა. და ვიდრეღა იგი ამას იტყო და აჰა ესე რა ღრუბელი ნათლისაი აგრილობდა მათ და აჰა ხმაი იყო ღრუბლით გამოდა თქვა, ესე არს ძეჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ და ესმარა იესე მოწაფეთა დავარდეს პირსა ზედათვისა და შეეშინა ფრიად. და მოუხდა მათ იესო, შეახო ხელი და რქვა, აღდეგით და ნუგეშინინ. და აღრაი იხილნეს თვალნი მათნი, არავინ იხილეს გარნა იესო, ხოლოი მარტოი. და გარდამო რაი ვიდოდეს, იგინი მიერმთით ამცნო მათ იესო და რქვა, ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაი მკვდრეთით აღდგეს და კითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს. ვითარ უკვე იტყვიან მწიგნობარნი, ვითარმედ
ალიაისი ჯერ არს პირველ მოსვლაი, ხოლო იესო მიუგო და რქვა მათ, ელია მოვიდეს პირველად და კვალა დაგოს ყოველი, ხოლო გეტყვ თქვენ, რამე თუ ელია აწვე მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულებოდის ვნებად მათგან. მაშინ გულისხმაყვეს მოწაფეთა, რამე თუ იოანე ნათლისმცემელისათვის რქვა მათ. სახარებაი მარკოზისი თავი 9, ფერის ცვალება, უფლისა იესო ქრისტესი. და ეტყოდა მათ, ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ არა ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოის სიკვდილისაი, ვიდრედ მდეიხილონ სასუფეველი ღვთისაი, მომავალი ძალითა. და შემდგომად 6-ისა დღისა წარიყვანა იესო, პეტრე, იაკობ და იოვანე და აღიყვანა იგინი მთასამაღალსა, თვისაგან მარტონი და იცვალა სხვა ხატად წინაშე მათსა. და სამოსელი მისი იქნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელმან ყოველსავე მკურნალსა ქვეყანასა ზედა ვერ ხელ ეწიფების ეგრე განსპეტაკებად. და უჩვენა მათ მოსე ელიაის თანა და იყვნეს იესოის თანა და ზრახვიდეს და მიუგო პეტრე და რქვა იესოს, რაბი, კეთილ არ ჩვენ დააქაყოფაი, ქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიაისათვის. რამე თუ არა იცოდა რა ითამცა მიუგო, რამე თუ იყვნენ შეშინებულ. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ. და ხმაი იყო ღრუბლით გამო და თქვა, ესე არცე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ. და მეხსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს გარნა იესო ხოლო მათთანა. და გარდა მოირავიდოდეს მიერ მთით ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი იგი იხილეს, გარნა ოდეს ძეკაცის ამ კუდრეთით აღდგეს. და სიტყვა იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ, რაი არს იგი, ოდეს მკუდრეთით აღდგეს და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს, ვითარმე იტყვიან წიგნობარნი, ელიაისი ჯერ არს პირველ მოსვლაი, ხოლო თავად მან მიუგო და რქვა მათ. ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი და ვითარცა წერილ არს ისა კაცისათვის, რაითა ფრია დევნოს და შეურაცხი ქმნას, არამედ გეტყვით თქვენ, რამე თუ ელია მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა, ვითარმე წერილ არს მისთვის და მოვიდა მოწაფეთა მისთათანა, იხილა ერი გარემო მთასა და წიგნობარი გამოეძიებდეს მათთანა და მეხსეულად ყოველმა ნერმან იხილა იგი და გაუკვირდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. და სახარება ლუკასი, ფერის ცვალება იესო ქრისტესი, 9:28. და იყო შემდგომად სიტყვათა ამათ ვითარ 8 ოდენ დღე და წარიყვანა იესო, პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. და იყო ლოცვასა მას მისა ხილვაი პირისა მისისაი სხვა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე და აჰა ესე რა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელი იყვნენ მოსე და ელია, რომელი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსვლასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს, ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნენ ძილითა, ხოლო განრაი იღვიძეს, იხილეს დიდება მისი და ორი კაცი მისთანა მდგომარენი და იყო განშორებასა მას მთასა მისგან, რქვა პეტრემ იესოს, მოძღვარ, კეთილ არ ჩვენ დააქაყოფაი და ვქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა, რამე თუ არა იცოდა რა სიტყოდა. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ და შეეშინა მათ შესვლად ღრუბელსა მას. და ხმაი იყო ღრუბლით გამო, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ. და ესე რა იყო ხმაი, იპოვა იესო მარტოი და მათ დაიდუმნეს. და არაი ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ იგი იხილეს. გილოცავთ ფერის ცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ სულიერ გარდასახვას, შინაგან გაბრწყინებას და უფლის ნათლით აღსებას. ამინ.